მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ 31 მაისის სავსე მთვარეობაზე, რომელიც გვექნება თბილისის დროით 12 საათზე და 44 წუთზე. სავსე მთვარეობა გვექნება ტყუპები მშვილდოსნის ღერძზე მე-10 გრადუსზე. აქ ნათობებს დადებითი ასპექტი ექნებათ როგორც სატურნთან ვერცხლში, ასევე დადებითი ასპექტი ექნებათ რეტრო პლუტონთან მერწყულში. მთვარე, რა თქმა უნდა, იმოძრავებს მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში და ეს მშვილდოსნის სავსე მთვარეობა იქნება. 31 მაისის სავსე მთვარეობა ტყუპები მშვილდოსნის ღერძზე თავისუფლად უკავშირდება ინფორმაციას, ძოდნას, კომუნიკაციას, მსოფლო მხედველობასა და სიმართლის ძიებას. ვინაიდან სავსე მთვარეობა ყოველთვის არის გარკვეული ციკლის კულმინაცია, რაღაცის დასასრული და შედეგების მომკის პერიოდი, რაც დაიწყო 6 თვის წინ შესაბამის ახალ მთვარეობაზე, ეს პერიოდი ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. ის გვაძლევს პირიქით ძალიან კარგ შანსებს, რომ გავფართოვდეთ, თვალსაწყიერი გავიფართოვოთ, დავეყრდნოთ მეტად ფაქტებს, ვიმოქმედოთ დისციპლინირებულად და განვახორციელოთ ღრმა შინაგანი ჩვენი ტრანსფორმაცია. ეს არის იდეალური დრო ილუზიების მოსაშორებლად, გრძელვადიანი გეგმების დასასახად და იმ ძველი იდეოლოგიების დასასრულებლად წინსვლაში გვიშლიდნენ ხელს. რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნების ზოგად დახასიათებას, მე განვიხილავ ხერძულად, პირველ რიგში შევეხები ვერძის სასწორის ღერძს. ეს იქნება თქვენს მესამე მეცხრე სახლებში, თუ თქვენი ასცენდენტი ან მზე ამ ნიშნებშია, აქცენტი კეთდება თვითგამოხატვასა და პარტნიორობაზე, ასევე სწავლასა და მოგზაურობაზე. ტენდენციები იქნება ვერძებისთვის აიღოთ მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ იმისა და ნაბიჯებზე. აქ სასწორებისთვის აქტიური ხდება პარტნიორული ხელშეკრულებები და ივრიდიული საკითხები. შესაძლოა დასრულდეს რომელიმე სასწავლო კურსი, მითვეთოს თქვენთან შორეული მოგზაურობის პერსპექტივები. სატურნი დაგეხმარებათ პარტნიორებთან ურთიერთობაში, დასვათ წერტილი იქ, სადაც საჭიროა, ოღონდ ძალიან მშვიდად და კონკრეტულად. რაც შეეხება კურო მორიელის ღერძზე, აქ იქნება მეორე მერვე სახლის საკითხები, ეს არის ფინანსები, ეს არის რესურსები, ეს არის ენერგეტიკული ბალანსის ღერძი. ტენდენციები იქნება ნათელს მოჰფენს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას ეს სავსე მთვარეობა, შესაძლოა დაიხუროს ვალები, კრედიტები მორიელებთან, ან მიიღოთ შემოსავლის ახალი წყარო. კუროებს რაც შეეხება, აქ თქვენ გაძლევთ სატურნი მხარდაჭერას, მიანიშნებს, რომ თუ ფინანსურ დისციპლინას გამოიმუშავებთ, გამოიჩენთ, შეძლებთ გრძელვადიანი ინვესტიციების განახლებას და განხორციელებას. ფსიქოლოგიურ დონეზე ეს არის თქვენთან ღრმა მიჯაჭვულობისგან განთავისუფლების პერიოდი. რაც შეეხება ტყუპები მშვილდოსნის ღერძს, ეს შეეხება თქვენს პირველსა და მეშვიდე სახლის ღერძს. ეს სავსე მთვარეობა თქვენი სავსე მთვარეობა, შესაბამისად შეეხება თქვენს პარტნიორულ ურთიერთობას. ეს არის მე და სხვა ადამიანები. ყველაზე მეტად მშვილდოსნები იგრძნობენ გავლენას ამ პერიოდში. ტენდენციები იქნება კრიზისი ან კულმინაცია ჩემსა და სხვა ადამიანების ურთიერთობებს შორის. მშვილდოსნებისთვის ეს არის პარტნიორული ტრანსფორმაციის პერიოდი, იმიჯის ცვლილებების და სერიოზული გადაწყვეტილებების პერიოდი. ტყუპებისთვის გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას პარტნიორების მიმართ, ასევე სატურნი მხარს დაგიჭერთ და გიბიძგებთ, რომ ემოციებს არ აყვეთ, არამედ იმოქმედოთ უფრო სტაბილურად და სტრატეგიულად. კირჩხიბისა და თხის რგის ღერძი, მე-6-მე-12 სახლები იქნება თქვენთან აქტიური, ეს არის ჯანმრთელობა, ყოველდღიური რუტინა, თქვენი ქვეცნობიერისა და სამსახურის საკითხები, რა ტენდენციებს წამოწევს ეს სავსე მთვარეობა, დროა უარი თქვათ მავნე ჩვევებზე, აქ შესაძლოა გამოგიმუშავდეთ საიდუმლოებებისა და ან დასრულების
პროცესები, რომლებიც კულისებს მიღმა მუშაობდით, სატურნი ვერძიდან აქ მოგცემთ თქვენი სამუშაო გრაფიკი, დრო უფრო მკაცრად გააკონტროლოთ. ლომი მერწყულის ღერძი, ეს შეეხება თქვენს მეხუთე, მე-11 სახლებს. ეს არის სიყვარული, შემოქმედების, შვილების, მეგობრებისა და მომავლის გეგმების ღერძი. რა ტენდენციები იქნება? მერწყულში მყოფი პლუტონი პირდაპირ ასპექტშია მნათობებთან, რაც ლომისა და მერწყულებისთვის უდიდეს სოციალურ ძვრევს ნიშნავს. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი სამეგობრო წრე, დასრულდეს მუშაობა, რომელიც კოლექტიურ ონლაინ პროექტებზე იყო მიმართული. სიყვარულში ლომებისთვის აქ სურთ მეტი თავისუფლება და საერთო ინტერესები, თუმცა სატურნი შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ თავისუფლებას თავისი პასუხისმგებლობა ახლავს. ამიტომ დროა მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ თქვენ თავზე. კარგით როა ჰობის სერიოზულად ბიზნესად გადასაქცევად. ქალწული თევზების ღერძი შეგეხებათ მე-10, მე-4 სახლებს. ეს არის სახლის, ოჯახის, ფესვებისა და კარიერის, სოციალური სტატუსის ღერძი. რა ტენდენციები იქნება? სავსე მთვარეობა აქცენტს გააკეთებს თქვენს ბალანსზე სამსახურსა და ოჯახს შორის. შესაძლოა დასრულდეს საცხოვრებელი ადგილის, ან რემონტის, ან უძრავი ქონების საკითხები, ან მიაღწიოთ რაღაცა კონკრეტულ შედეგს კარიერაში. ქალწულებისთვის ეს არის შანსი, რომ სახლში წესრიგი დაამყაროთ, ხოლო თევზებისთვის ეს არის პროფესიული მიზნები უფრო მკაფიო გახადოთ. აქ პლუტონისა და სატურნის დადებითი ასპექტი გეხმარებათ, რომ კარიერული კრიზისები ოჯახის მხარდაჭერით ან შინაგანი სიმტკიცით გადალახოთ. წარმატებები მინდა ყველას გისურვოთ, ვისაც გსურთ ჩემთან კონსულტაცია, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან მომწეროთ პირადად.